ხალი ამბები პირდაპირ ეთერში. და ახლა კულტურის სიახლეები კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომზადდება მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებს დაარეგულირებს. დოკუმენტს კულტურის მინისტრმა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე მოაწერეს ხელი. ძირითადი პარტნიორები იქნებიან იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობის და ტურიზმის სამინისტრო და ასევე დანიის კულტურის სააგენტო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენახვის და მისი გაფრთხილების საქმეში. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული არის ერთობლივი საბჭო, რომელიც ითვალისწინებს, რომელიც გეგმავს სამომავლოდ ერთობლივად პროექტების შეჯერებას, შეთანხმებას ორივე მხარე ვალდებულებად იღებს ხაზგასმით, რომ ერთმანეთის კოორდინაციის გარეშე არც ერთ მხარემ არ დაიწყოს სამუშაოები ძეგლზე. ეს მემორანდუმი საქართველოსა და იტალიის სახელმწიფოებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ვის თუ არა იტალიას შეუძლია მოგცეთ თქვენ საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ მოუაროთ ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას. მაშინ როცა ეროვნული მემკვიდრეობა ასე მჭიდროდ დაკავშირებულია ქართული ეკლესიის ისტორიასთან. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება შედგა.